ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესპიკერმა მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოცნების ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა ვიზა ლიბერალიზაციის პრინციპებს. ლამერტის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ევროპარლამენტი და ევროსაბჭო მიიღებენ კომისიის შეფასებას საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ვიზა ლიბერალიზაცია ერთიანად შეუჩერდებათ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში. ლამერტმა არ გამორიცხა, რომ დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის გაუქმება საქართველოს მთელ მოსახლეობასაც შეეხოს. Visa liberalization aims to enhance people-to-people contacts and promote shared values. ვიზა ლიბერალიზაციის მიზანია ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების პოპულარიზაცია. მათ შორის არის ადამიანის უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპები. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზა ლიბერალიზაცია ეფუძნება. ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან და აფერხებს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. პირველი ნაბიჯის სახით კომისიამ გადასცა თავისი შეფასება ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს. მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ვიზა ლიბერალიზაცია ერთიანად შეუჩერდებათ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში. ახალი შეჩერების მექანიზმით, რომელიც გადაიხედა და ძალაში გასული წლის ბოლოს შევიდა, შესაძლებელია ორფაზიანი მიდგომა. პირველი ეტაპი ეხება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეულ ეტაპზე უკუსვლის გაგრძელების შემთხვევაში ეს გავრცელდეს მთლიან მოსახლეობაზე, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება.